მაგრამ გეტყვით რომ მე ვარ რეჟისორი და მსახიობი მერაბ კავაძე. სულ ეხლა ამ ბოლო ხანებში ძალიან ის მოხდა რომ დაახშირა დაჩვენე. რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ? ეხლა რას გვირდება თქვენ? ჩვენი გუნდი, თქვენ იცით რომ მე წარმოვადგენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს და ვინდა ვილაპარაკოს სწორედ ჩვენი გუნდის სახელით, ქართული ოცნების სახელით. პირველ რიგში რა კრიტერიუმი გავაკეთოთ ფოტოსთვის? ჩვენ პირველ ოქტომბერს. მას შემდეგ რაც თითოეულ თქვენთაგანი მოხვალ საარჩევნო უბანზე და მე იმედი მაქვს რომ სახლში არავინ არ დარჩება. ეს არის აუცილებელი. ნიშნავს იმას რომ ვისაც წაართვეს ქონება ჩვენ გადავხედავთ ყველა ამ საქმეს, მათ შორის გარაჟების თემაც ვიცი რომ ძალიან მტკივნეულია სპორტისთვის. ყველა ის უკანო პატიმარი რომელიც ციხეში ზის მათ საქმეს და მათ შორის პრობაციონერების საქმეს, იმიტომ რომ საქართველო არის ევროპაში პირველი ქვეყანა პატიმრების რაოდენობით და ფოცაც ეს ძალიან აწუხებს. რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემას, მე ვიცი რომ ძალიან გიჭირთ. ფოთი არის გაძარცული ქალაქი. ეს უნიკალური ქალაქი, რომელსაც აი დღესაც რომ დავდიოდით და ნახეთ ძალიან ბევრი ადგილი მარტაყვაშიც, ცენტრშიც, გარეუბნებშიც ვიყავით ძალიან ბევრი ვიარეთ და ბევრი ადგილი მოვინახულია ისეთი, რომელსაც ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობდა, რომ ფეხზე დამდგარიყო და სამუშაო ადგილები მარტო ამით შეიქმნებოდა. ეს ამ ქალაქს აქვს განსაკუთრებული მდებარეობა. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით არც ერთი ქალაქი არ შეეძრება. განადგურებულია ყველაფერი, გაძარცულია ეს ქალაქი და პრაქტიკულად აი გავს ახალი დაომარი რო იქნება ქალაქი და გააპარტახებ ისეთია. ფოც ჩვენ პირველ რიგში შევქმნით იმას, რომ ექნება სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ბიზნესის ხელშეწყობით. ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც 12,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი უკვე შექმნა ერთმა ადამიანმა, ძალიან კარგად იცის ბიზნესის ხელშეწყობა როგორ არის საჭირო. და ხალხს მიეცემა საშუალება მიიღოს შეღავათიანი და უპროცენტო სესხები და დაიწყოს მცირე ბიზნესი. ჩვენ დავიწყებთ იმ დაანგრაული ქარხნების რეაბილიტაციას, რომელიც ფოთისთვის იყო საამაყოდ და მთელი ქალაქისთვის იყო არტერია. ჩვენ გადავხედავთ პორტის საჭირხს, პორტი რომელიც წაართვეს ფოთს და ეხლა რო ფოთელები ვერ გადიან ზღვაზე გასასვლელი რო არა. პორტის შემოსავლის ნაწილი რო შემოდიოდეს მარტო ისე ყოფა ამ ქალაქს. ჩვენ ასევე გავაკეთებთ იმას, რომ ჯანდაცვა იქნება ყველასთვის უფასო. პენსიები გაიზრდება და ის გახდება საარსებო მინიმუმზე მეტი. კომუნალური გადასახადები გადაიხედება და ჩვენ ამდენს რასაც ვიხდით ახლა კომუნალურ გადასახადებში. ეს არის უსამართლო. აი გამობრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გასცე პასუხი კითხვებზე რატო არის რომ არც ერთი დაპირება მათ არ შეუსრულებიათ. სად არის ის 20,000 სამუშაო ადგილი სააკაშვილი ოპირდებოდა ფოთს და 450 ქარხანა რაც იყო ისიც დაანგრიეს. და მოუგვარებთ იმას რომ წყალი ქონდეს ფოთს, გზები ქონდეს ფოთს, გაყვანილობები ქონდეს და რო წვიმს ეზოებში ტბები არ დგებოდეს, რომ სახლში არ გაწვიმდეთ. აი ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტის მოსაგვარებელია, მაგრამ ამისთვის არის საჭირო ადამიანი, რომელიც ფოთზე იზრუნებს. გავაკეთებთ იმას, რომ ფოთს ეკრება კინოც, თეატრიც და როგორც იყო ეს ქალაქი განსაკუთრებით კულტურის ცენტრი, განათლების ცენტრი, ფოთს ეს ყველაფერი ეკრება. ჩვენ ფოთს ძალიან მალე გამოვამაზებთ, ძალიან მალე პრობლემებს მოვაგვარებთ. თავარი არის თქვენ ეხლა არ შეშინდეთ, არ გაჩერდეთ, უკან არ დაიხ